მამუკა ხაზარაძის მიერ დაფუძნებული პრემია საბას დაჯილდოების ცერემონია წელს არ გაიმართება. ღონისძიების გაუქმების მიზეზად ორგანიზატორები ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ასახელებენ, თუმცა პრემიას უკვე ყავს გამარჯვებულები, რომელთაც ფულადი ჯილდოც გადაეცემათ. მამუკა ხაზარაძესთან დაკავშირებული პრემია საბა უკვე გასდა ლიტერატურულ ჟანრს და ის ძირითადად პოლიტიკურ კონტექსტს ატარებს. ერთი შეხედვით საბა ლიტერატურული დაჯილდოებაა, თუმცა მწერლებმა ნელებმა და პოეტებმა ხაზარაძე არაერთხელ ამხილეს, რომ ამ გზით ის საბჭოთა კავშირის მიბაძვით საკუთარ ეგრეთ წოდებულ წითელ ინტელიგენციის მსგავს კასტას ქმნის, რათა საჭიროების შემთხვევაში მის მიერ დაჯილდოვებული ავტორების მხარდაჭერა მოიპოვოს და პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენოს. ამის მაგალითები კი საზოგადოებამ არაერთხელ იხილა. წინაწლების მსგავსად საბას სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულთა სახელები და გვარები არ იცვლება. წლის საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა ნომინაციაში გამარჯვებული ზაზა ბურჭულაძე გახდა, რომელიც გასულ წელსაც საუკეთესო რომანის ავტორობისთვის დააჯილდოვეს. ბურჭულაძე საზოგადოებისთვის საკმაოდ ცნობილია გარყვნილების პროპაგანდით, ტრადიციული ღირებულებების შეურაცხყოფელი ტექსტებითა და გამოსვლებით. ქვეყნიდან წასული ბურჭულაძე სამშობლოში დარჩენილ თანამოქალაქეებს საჯარო პროტესტისკენ ხშირად მოუწოდებს და მათ არც თუ კორექტულადაც მოიხსენიებს. უფრო მეტიც ბურჭულაძე შეურაცხყოფას აყენებს პატრიარქს და ქართულ ეკლესიასაც. ნეტი ისეთი იქნება რა მიმზიდველი ამ ხრივ. რომ მოვაწყოთ ახლა სახალხო ორგია არა ვთქვათ ისე. რეგიონის ჩემთვის ქალები ორ ნაწილად იყოფა. ვინც ყლაპავს და ვინც იგუბებს. დაკურვებული ვარ, ვინც იგუბებს უკეთეს მინებს აკეთებს. ვიდრე ის ვინც ყლაპავს. მაგალითად ბობო არ ყლაპავს, მაგრამ მინებს ქალღმერთებით აკეთებს. რომ ვათავე პირისპირდება, გული კი ლოცვებით. აი ესაა ნამდვილი მინეტი. წმინდანთა დისციპლინა. პირში სპერმა, გულში ლოცვა, ხელში ხერი. მიდგება, როცა ტუალეტში შევალ, საიდანაც ესესაა დედაჩემი გამოვიდა. არ სიამოვნებთ ბატონო ზაზა? არა, სიამოვნებთ ძალიანაც. სიამოვნებთ? ხელს მოვაწერ ეხლავე. მე მახსოვს დედაჩემი როგორ მაცმევდა ქალის კაბებს. რატო კაცო? და ქუსლიან ფეხსაცმელზე ვდგებოდი და მეც მომწონდა ეს და ვიპრანჭებოდი სარკეთს. ქართლის დედას ალბათ უნდა კონდეს რას დაეჭერინე? დაეჭიროს ვარიანტში. ქართველ ქალს არ უჭირა, როგორ არ უჭირავს? ვინც არის საქართველოში? ნუ თვითონ რაღაცა დანდაცე. იბანავეთ. იწნაურეთ. მე მგონი სასწრაფოდ უნდა მოვათავსოთ პატრიარქი ვოლიერში, როგორც აცებელი, დიდი მტაცებელი, ამაზე დიდი მტაცებელი მე არ ვიცი. რომ პოლიციელი არის ღორი და ის რაზე შედგახარ, შეიძლება იყოს საყოველთაო. გადი ქუჩაში, სამშობლო იღუპება. შენ კი ისევ აზრევ. მიშას ხმაც მივეცი და ბოდიში მომითხოვია და ტრაქტორა. არა, მაშინ ბოდიში მე არ მომთხოვე. ვიდეოები ქართველები მახაჩი უარებს უყრით ასე შემდეგ. დროზე ამჟამად მაცვია დინი, თუბინებავ შემიძლია რეკლამას გავუკეთა და ჩავიწიო შარვანი, ეს ერთი. და ფორმები ბიგინი. არაკაცზე მახსენდება საკუთარი თავი. საბას პრემიაზე წლის საუკეთესო პიესის გამარჯვებული გიორგი მაისურაძეა. ის რომ ლიტერატურული პრემია მის ჟანრს გაცდა და მას პოლიტიკური შინაარსი აქვს, სწორედ მაისურაძის მაგალითიდანაც ჩანს. ავტორი რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციების ერთ-ერთი აქტიური მონაწილეა. ჩართული იყო იმ პროცესებშიც, რომელიც საზოგადოებრივ მაუწყებელთა მიმდინარეობდა. გიორგი მაისურაძე ქვეყანაში არსებულ ვითარებას ჰოლოკოსტს ადარებს, ხოლო საზოგადოებრივ მაუწყებელს პროპაგანდისტულ ტელევიზიად მოიხსენიებს. 21 საუკუნეში გვაქვს რაღაცა ჰოლოკოსტის მსგავსი საკონცენტრაციო ბანაკების სადისტური წამებები. ქუჩაში დღისით მზისით ვის უნდა ვედებატოთ? პროპაგანდისტებს, სახელმწიფო საზოგადოებრივი ტელევიზია, რომელიც ამაზე ზენ პროპაგანდას ეწევა. საბედნიეროდ არ ყავს მას მაყურებელი, საბედნიეროდ. შემთხვევით უყურებდი მათ რეპორტაჟებს. საბას პრემიის კიდევ ერთი გამარჯვებული ბესოს სოლომონაშვილია, რომელიც რადიკალური ოპოზიციის აქტივისტია. ამათ მიზანი აქვს ის, რომ რასაც ჩვენ ყველა ხედავთ, ხო? და ვიღაც გარკვეული ადამიანები ან არ ხედავენ, ან არ უნდა დანახვა, ან ეხმარებიან. მაგრამ საზოგადოებამ ეს ყველაფერი დაინახა, როგორ მიდის ფსკერისკენ ყველაფერი, რუსული ფსკერისკენ, ხო? და ემატება. მე მგონია რა, რომ 26 ოქტომბერი უბრალოდ უნდა იყოს შეჯამება. ეს ადვილად არ გაუვათ რა, იმიტომ რომ
ეს არის ხალხის სიმრავლე და ხალხის მოთხოვნა არის პრაქტიკულად ეს ცვლილებები. წელს საბას პრემიაზე სპეციალური პრიზი ერგო ლაშაბუღაძეს აღნიშნული ნომინაცია საერთაშორისო გამჭვირვალობას საქართველოს მხარდაჭერით გაიცემა. ბუღაძე საზოგადოებისთვის ცნობილია როგორც წმინდა თამარ მეფის შეურაცხმყოფელი, ნაწარმოების და LGBT პროპაგანდის მხარდამჭერი განცხადებებით, ასევე ეკლესიის და ტრადიციული ღირებულებების ლანძღვით. ბოლოს ასეთი მნიშვნელობის მიტინგი იყო 1999 წელს. ვინც გულშემატკივრობს საქართველოს ევროპულ მომავალს, ამ თვალსაზრისით ეს არის გადამწყვეტი ბრძოლის, გადამწყვეტი პროცესის დასაწყისი. ნუ მანიპულირებენ რელიგიური თემებით და ეკლესიური თემებით. ჩეკისტები, რომელთაც ანაფორები აცვიათ, ნუ გვატყუებენ ძველი ცეკას დროინდელი კგბ-ს მიერ შერჩეული ეგრეთ წოდებული სასულიერო პირები. ესენი არიან სრულიად არალეგიტიმურები, უკანონონი, გუში რაც დავინახეთ ახლა სასაცილო ფარსიც აღარ არის, ეს გროტესკიც აღარ არის. ყველას ამიტომ ახსენდება კალიგულას ცხენი. ყაველაშვილი დანიშნეს რაღაცად და არა პრეზიდენტად, იმიტომ რომ პრეზიდენტი ყავს ჩვენ, სალომე ზურაბიშვილი, ლეგიტიმური მართველი. როგორ მუშაობს ხანდაზმული თაღლითის მიერ დაფინანსებული პრემია საბა და რა ღირებულებებსა და მიზნებს ატარებს საზოგადოება ამის შესახებ წლებია აქტიურად საუბრობს. დასკვნა ერთია, რომ პრემიის მეშვეობით კონკურსში გამარჯვებას განაპირობებს არა ლიტერატურული ნაწარმოების ხარისხი, არამედ კონკურსის მესვეურების პოლიტიკური მიზნები, რათა შეიქმნას ფსევდოინტელექტუალთა კასტა, რომელიც შემდგომ შესაბამისი მხარდაჭერის პირობებში საზოგადოების განწყობებზე მოახდენს გავლენას.